ემზარკვეციანისთვის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისია პარლამენტში პოლიტპატიმრების საქმეებზე მუშაობდა. კვიციანის წარმომადგენლებს კი არ შეუტანიათ მასალები. შესაბამისად, ის სიაში ვერ მოხვდებოდა. როდესაც კომისია პარლამენტში მუშაობდა პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების საქმეებზე, ეს იყო 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ამ ვადაში მის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შემოტანილი მასალები, შემოვიდა კვიციანთან დაკავშირებით განცხადება და მასალები მანდატის დასრულების შემდეგ, ან როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა, შესაბამისად ის სიაში ვერ მოხვდებოდა და ვერ ამოიღებდა სიიდან. ზუგდიდის საოლქო სასამართლომ ემზარკვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კვიციანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურორის მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო. დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ველოდებოდით ამას იმიდან გამომდინარე, რომ ის არის პროკურორების ზეგავლენის ქვეშ, ეს წინასწარაც იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ არც ერთ დღეს არ შეუმცირებდა იმას, რასაც პროკურორი მოითხოვდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელიც არც კვალიფიკაციით, არც თვითონ გამოძიებით არ დასტურდება ემზარკვიციანის არავითარი ბრალეულობა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიგო. სასამართლოს გადაწყვეტილება კვიციანის ოჯახის წევრებმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. ჩავრდებული სახლობლებს შეკითხვები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან აქვთ, რომელმაც მათი თქმით ამნისტირებულ პატიმართა სიიდან ემზარკვიციანი რამდენჯერმე ამოიღო. Უკი ამას ყველაფერს კიდევ 32 დეპუტატმა ხელი მოაწერა. თავდებს ჩაუდგა. რას უზამინდი დეპუტატების იმას? მაშინ დეპუტატები ტყუილად ყოფილან და ესა. მაშინ დეპუტატებმა თვითონ მონახეთ დატოვონ პროტესტის ნიშნად და პარლამენტი. მაშინ პროკურორთა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მათაც. მათაც გამოუტანა განაჩენი. პოლიტპატიმრის სიაში იყო წაწილი პარლამენტი და გაგზავნილი პროკურატურაში. ყველაფერს ხაზს გაუსვეს. ჩემი ძმა 9 თვე იყო უკანონო პატიმარი და დღეს არის უკვე პირველი პოლიტიკური პატიმარი ამ ხელისუფლების. პირველი პოლიტიკური პატიმარი. მოვითხოვთ შეიქმნა საპარლამენტო კომისია. მოვითხოვთ ეკა ბესელიასთან მაქვს ძალიან დიდი შეკითხვები. ვინ ამოიღო ორჯერ პოლიტიკური დევნილის სიებიდან ჩემი ძმა? ეს იყო შეგნებულად ამოღებული სიიდან. და გაგვცენ პასუხი. შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოდორის ხეობაში მისი სპეციალური რწმუნებული ემზარკვიციანი ვარდების რევოლუციის შემდეგ გადადგა და ახალ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 200-მდე თანამოაზრესთან ერთად ის კოდორის ხეობაში იმალებოდა. 2006 წელს კვიციანის რაზმი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად განაიარაღეს, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე პირთან ერთად გაქცევა შეძლო. კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობაში იყო ბრალდებული და 2006 წელს მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის თებერვალში თბილისში დაბრუნების შემდეგ ის აეროპორტშივე დააკავეს. მისი და მაშინ ამბობდა, რომ კვიციანს ქართული ოცნების ხელისუფლების ქვეშ სამართლიანი სასჯელახსრულების იმედი ჰქონდა. 2014 წლის აპრილში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის 31 ადამიანის სია გადაუგზავნა. კომიტეტის დასკვნის მიხედვით სიაში მოხვედრილ ადამიანებს პოლიტიკური მოტივით დევნიდნენ. ამ 31 ადამიანიდან ერთ-ერთი სწორედ ემზარკვიციანი იყო.